რომელი კითხვა გაღიზიანებს ყველაზე მეტად? რომელი კითხვა მაგიზიანებს? ის ტყუილები. არა, კითხვა. კითხვა სიმპათიო. რა? სიმპათიო. თურა კითხვაში რაც გულისხმობ? აი რაღაც კითხვას რო გისმენთ ადამიანი, რომელიც არ მოგწონთ ან გაღიზიანებთ. კითხვა რა კითხვა? რა, ნებისმიერია, სათხარ ანუ კითხვა სხვას? ხო. სათხარ რომ მითხრეს. რატო? იმიტომ ეგ არის არაპროპორციული სიტყვა. და ადამიანმა იცის რომ აქ ვარ ყველაფერი და მაინც მეუნება სადახარ. და თვითონ შეუძლია მიპოვოს. დაკავშირებით. და რო დაგიკავშირდებათ, ხომ უნდა გკითხოთ სათხარს. ხო, მაგრამ ეს სათხარ ხო მნიშვნელობებს ანიჭებს ერთმანეთს. რომელი სათხარს იწევს? ყველა ერთ ხო არ არის. და რომელი სათხარ გაღიზიანებთ? აი ბავშვი რა, აზროვნებით რომ ბავშვურად მოგმართოს სათხარ. ანუ ვითომ შენ ვიღაცა ბავშვი ხარ და რატო არ ახარ რაღაცა? და აქ სათხარ რაღაცას რო გეუბნება და რატო არ მოხვედი მალე და რაღაცა. და ჩემი თავი მე ვიცი რომ ეგრე არ უნდა ვიყო რა. და იმიტომ ვარ იქით მეწასული. ანუ მე როგორც ვთვლი რომ ეგრე ვცხოვრობ, ეგრე უნდა ვცხოვრობ. და კიდევ ერთი სიტყვა არ მაგიზიანებს, ისა, მაგიზიანებს, ანუ ისა. სათხარ ეგ ბაზარი არა, მაგრამ აი წლოვანებასთან დაკავშირებით რა, რომ ადამიანი კითხვას რო გისმევს ისა. რამდენი წლის ხარ? სრულწლოვანსა და არასრულწლოვანს შორის რა. და მან რო ხას უსმევს ავისავს და მეც გამიშვა რა ხელი. და მე ვფიქრობ ადამიანი თუ მოხიბლა ადამიანს უნდა მოხსენე. ეგრე არ არის?